ერთი პატარა მარტივი ხრიკი, რომელთაც შეგიძლია საშუალო არითმეტიკული გამოთვალო ძალიან მარტივად და სწრაფად. მაგალითად, თუ მაქვს მოცემული ასეთი მიმდევრობა, რომ დავწერო ყოველი ნატურალური რიცხვის ჯამი, ან მქონდეს ლუწი მიმდევრობა, კენტი მიმდევრობა, არ არის აუცილებლად, რომ კენტი მიმდევრობა დაიწყოს ერთიანით. ყველაზე მთავარი რაც არის, ისეთი მიმდევრობა უნდა იყოს, რომ ყოველი მომდევნო რიცხვი ერთი და იგივე ერთეულით იზრდებოდეს. აი, მაგალითად, თუ მინდა რომ გამოვთვალო 1, 2, 3 და ასე შემდეგ 6-ის საშუალო არითმეტიკული, ჩვენ ვიქცევით ასე ზოგადი წესი, ხომ ასეთი გვაქვს არითმეტიკულის გამოთვლის, რომ უნდა შევკრიბო ყველა რიცხვი, 1-ისა და 2-ის ჯამი 3-ია, 6, 6 რო 4 მივუმატოთ 10, 10 რო 5 მივუმატოთ 15 და 15 რო 6 მივუმატოთ არის 21. სინამდვილეში 21 უნდა შევაფარდო იმასთან, თუ რამდენი წევრის ჯამიცა მაქვს აღებული. 1, 2, 3, 4, 5, 6. 21 რო 6-ზე გავყოთ არის 3.5. მე მგონი ეს უფრო შორი გზაა და ეხლა მე გასწავლით მარტივ ხრიკს როგორ შეგიძლიათ გააკეთოთ ეს. პირველი და ბოლო წევრის ჯამი, ანუ 1-ისა და 6-ის ჯამი პირდაპირ გაყავი 2-ზე და 7 რომ 2-ზე გავყოთ, ნამდვილად პირდაპირ მიიღებ 3.5-ს. ზუსტად იგივენაირად მარტივი ხრიკით რომ გავაკეთოთ, შემდეგი ლუწი მიმდევრობა. 2-სა და 10-ის ჯამი არის 12, ხოლო 12 რომ 2-ზე გავყოთ, იქნება 6. აი ჩვენი საშუალო არითმეტიკული მოცემული რიცხვების. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი რიცხვი ეწერება. 3-სა და 12-ის ჯამი არის 15, 15 რომ 2-ზე გავყოთ, იქნება 7.5. შეიძლება მივიღოთ როგორც ნატურალური რიცხვი, ასევე 10-წილადი. მოდით ამის პასუხი თქვენ დაწერთ. მე მგონი საინტერესო მარტივი გზაა იმისთვის, რომ საშუალო არითმეტიკულიც ბავშვებს ვასწავლოთ საინტერესოდ და ისწავლონ ის მარტივი ხრიკები, რომელიც მეტ მოტივაციას გაუჩენს სწავლის. ასე რომ გამოიწერე გვერდი, რომ არ გამოგჩეს მსგავსი ვიდეოები. აუცილებლად გავიზიარე მეგობრებს. ეს დარწმუნებული ვარ, მათაც ძალიან მოეწონება. შენ კი დაელოდე მომდევნო ვიდეოს.